ნიკოშ, ფოთვით აშლილობას რამე შველის, ნუ შენ ხარ 1.50 ამიტომ უბრალოდ დაიკუზე და ჩაგივლის. ბლიც ინტერვიუ არის, რა ეხლა ვარ Vanity Fair-ის ინტერვიუზე. ესე ჩემს სახლში შემოვიდნენ და თან უცებ მეკითხებიან, პასუხი უნდა გავცე. შესაძლებელია თუ არა ფიქრის გარეშე ცხოვრება, შესაძლებელია და გადახედე ხალხს. უმეტესობა ყველანაირი ფიქრის, აზრის, აი მაგ ყველაფრის გარეშე ცხოვრობს სუბთა ინსტინქტურად და დიდ ნაწილს ადამიანების მართლა, საერთოდ ხმებიც არ ესმით თავში. არანაირი დიალოგი არ აქვს, არანაირი მსჯელობა, არაფერი მსგავსი. ამიტომ კი შეიძლება ფიქრის გარეშე ცხოვრება და მასეც იქცევიან. ცხოვრება სამართლიანია თუ უსამართლო? დებილური კითხვა არც ერთი, ნეიტრალურია. სამართალს ის ადგენს, ვისაც ძალაუფლება აქვს, ამიტომ არ ვიცი. ყველაზე დიდი ძალაუფლება ცხოვრებას აქვს. მაშინ კაი, კი სამართლიანია, ხოშიანია. ხო და ეთიკური იქნება ვინმეს გონების წაკითხვა, თუ ეს არის კონფიდენციალურობის ერთადერთი ნამდვილი ფორმა. გააჩნია ეთიკას, გააჩნია რა ეთიკის თეორიას ემხრობი. შემდეგი კითხვა. შეუძლია თუ არა კაცობრიობა ოდესმე შეიკრიბოს საერთო საქმის გარშემო, თუ ჩვენ ყველანი ძალიან ეგოისტები ვართ როგორც ინდივიდები. შეხედე რა მიზეზი რატომაც ნეანდერტალელები გადაშენდნენ ის იყო, რომ ჩვენგან განსხვავებით აი ეს პრეფრონტალური კორტექსი არ ჰქონდათ იმდენად განვითარებული, რომ ერთმანეთისთვის გაეყოთ, ანუ ჩვენ კი ვართ ეგოისტები, მაგრამ ნეანდერტალელებზე ნაკლებად ეგოისტები. ამიტომაც შეგვეძლო ყოველთვის, რომ დიდ ჯგუფებად გვეცხოვრა, ერთმანეთი არ დაგვეჭამა და გაგვეყო საჭმელი, ჩიჩია. ამიტომ მაგრამ ეს ძალიან კომუნისტური კითხვა არის. შემდეგი, ომის გარეშე სამყარო უკეთესი იქნებოდა თუ უარესი? ომის გარეშე სამყარო არ იქნებოდა, იმიტომ რომ სამყარო არის ომი. სხვადასხვა ნების დაპირისპირება, ნება ძალაუფლებისკენ მთელი ამბები. სამყარო უკეთესი იქნებოდა თუ უარესი სიმდიდრის უთანასწორობის გარეშე. უარესი სიმდიდრე ძალაუფლების ფორმა არის, ანუ ეს ბოლო ორი კითხვა ერთი და იგივეა რეალურად. შემდეგ არის თუ არა ცნობიერება ადამიანის თვისება, რომლის კონტროლით შეგვიძლია, არა ცნობიერებაზე ნული კონტროლი გაქვს. ცნობიერება არის ტერმინალური სტადია, რომელიც რეალურად არის მხოლოდ და მხოლოდ პროექტორი. მეტი არაფერი. ცნობიერებას რამე ძალა რომ ჰქონდეს, ვიქნებოდით მკითხავები. შეგვეძლებოდა აზრებით გადაადგილება იმეების, სულების გამოძახება, ან არ ვიცი. კონტაქტი ერთმანეთთან, არა ფიქრს და ცნობიერებას რედუქციულად თუ შევხედეთ, არანაირი ძალა, არანაირი კონტროლი, არაფერი არ გააჩნია. ცნობიერებამდე სანამ რამე მოვა, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, მოგვარებულია და ასე შემდეგ. როგორია თქვენი განმარტება თავისუფლებაზე? შემიძლია ვაკეთებ, აი მორჩა. მაქვს ძალაუფლება საკმარისი ვაკეთებ. აი ეგ არის თავისუფლება, მორჩა. ჩემი თავისუფლება არის, ჩემი ძალაუფლება არის. რისი გაკეთებაც შემიძლია, მარტო მაგისი უფლება მაქვს და მარტო მაგდენად ვარ თავისუფალი. მეცაც გეტყვი. და შეიძლება ეხლა ციტატა ფრაზა ცოტა ავრიო. ამ ადამიანი იმდენად ხარ თავისუფალი, რამდენადაც გაქვს ძალაუფლება და იმდენად ხარ მონა, რამდენადაც ხარ უძლური. აი ეს არის კანონი. Might is right. დაიმახსოვრეთ. ყველაფერი რამე მიზეზით ხდება? შემდეგი კითხვა. ნუ, კაზუალურობას არ უარყოფ, ამიტომ ხო? არის კავშირი მიზეზსა და ეფექტს შორის კი. და არის მაგისი ჯაჭვი. გეშინიათ იგნორირების? არა. გეშინია არ დაიკარგო? აი სიბერეში მეშინია, რომ ჩემს გენიალურ გონებაში არ გამოვიკეტო, მაგის იქით დაკარგვის შიში? არა. გეშინიათ საჯაროდ ლაპარაკის კი აი ძალიან. გაწუხებთ თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. არა და პრობლემა ჩემი ერთ-ერთი ის იყო ყოველთვის, რომ ეს არასდროს მაწუხებდა. ნუ პრობლემა სხვების გადმოსახედით. ჩემთვის არა. გაწუხებთ მარტო ყოფნა, არა ვაინჯოიერებ, ვასლეიერებ. ერთ-ერთი საუკეთესო რამე არის ცხოვრებაში ეს. რა არ დაასრულე და ახლა ნანობ, არაფერს არ ნანობ. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შემომეპარა სინანული, ეგეც ჩემს კატაზე და
ეგ სინანულიც გაქრა, ჩემთვის უცნობი რამე არის. ანუ დასაფეიქებლად მარტივი არის სინანული და რამე. და საჭიროა ზოგჯერ დააფეიქო, მაგრამ დაფეიქების მიღმა სინანული ძალიან ისეთი უცხო რამე არის ჩემთვის. რა გაიძულებს ხელიდან გაუშვა განსაკუთრებული იყო? ჰა? როგორია თქვენი საახალწლო გადაწყვეტილებები? არ მაქვს და ერთ რამეს გირჩევთ რა ხალხნო? ახალ წელს ბევრ ბიჭს გემართებათ ჯიმში უნდა წავიდე ამბები. იანვარში და თებერვალში ჯიმში არ წახვიდეთ, იმიტომ რომ ყველა უპატრონო მაგ დროს დადის. ყველა უპატრონოს მაგ დროს უნდება, რომ აი ახალი წელია მორჩა. ბევრი ის უჭამე, დედიკოს გამომცხვარი რაღაცეები და ეხლა უნდა წავიდე ჯანზე დავდგე, არა. იანვარში არასდროს არ შეხვიდეთ ჯიმში, არც თებერვალში. ცოტა მერე ან მანამდე. იმიტომ რომ კატასტროფა იქნება და საერთოდ თუ სახლში გაქვთ პატარა სივრცე, იყიდეთ ერთი შტანგა, ერთი-ორი ჰანტელი მორჩა. რაჩა ბენჩ სკამი მაქსიმუმ მორჩა. არ გინდათ ეს ჯიმი თუ რაღაცა ძალიან ბოდიბილდინგს არაპირებთ. მარტივი არის ძალიან. უყურე ვიდეოს, გაიმეორე, გეტკინა, არასწორად აკეთებ თავიდან უყურე. იმიტომ რომ ჯიმში არ შეგიძლია ბევრი რამე. ჯიმში შენ არ არჩევ მუსიკას. ჯიმში არ შეგიძლია რომ იყვირო. ეგ ბუსტავს ტესტოსტერონს რო რამე. ადრეც მაქვს ნათქვამი და ჯიმში რო იყვირო, ხიხო იქნები. სახლში რო იყვირო, ნუ მაქსიმუმ მეზობელი შეძუხდეს. და მერე აუხსნი. მერე კიდე რა არის? ხო, ხალხი არის ჯიმში. ხალხი არის. გინდა ხალხი? არ გინდა. მერე კიდე ჯიმში სამწუხაროდ ნებადართულია, რომ ტელეფონით ყველამ ვისაც არ დაეზარებათ სტორი გადაიღოს. და წარმოიდგინე ვარჯიშობ, ცუდად ხარ, სახე გაქვს ყველაზე მახინჯი, რაც ცხოვრებაში გქონია, რაღაცა იჭინთები მთელი ამბები და ვიღაცა ძუკნაკს თორავს. მაგრამ ნუ ხო თუ ბოდიბილდინგი გინდა და რაღაცა ყველაფრის დათარგეთება და კაი. რა არის თქვენი ცუდი ჩვევები, რომლებიც უნდა შეიცვალოს? მარტო ერთი ცუდი ჩვევა მაქვს პრინციპში, ეგ არის სიგარეტი. დანარჩენი ყველაფერი საუკეთესო ჩვევები მაქვს. რატომ გიღალატა მეგობარმა? ვერ ვიხსენებ ახლა რომ ვინმე მეგობარს ან ვინმეს ეღალატა, იმიტომ რომ ისეთი ადამიანი ვარ, რომ ეგეთი რამე რომს მომხდარიყო, ანუ არ დავაკვდებოდი, ანუ მეორე დღეს დამავიწყდებოდი. ზოგადად ადამიანების დავიწყება არის ჩემი სუპერ სკილი. რამე მოხდა, მორჩა, მეორე დღეს აღარ მახსოვს. ამიტომ მსგავსი რამ რომს მომხდარიყო, დიდი ალბათობით არც მე მახსოვრებოდა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ვარ მაგ მხრივ, აი ურთიერთობებს რო ეხება საქმე, რომ ეგრევე switch, ეგრევე move-on, ეგრევე წამებში. მაქსიმუმ 1-2 დღე, მერე აღარც მახსენდება. ვინ არის თქვენი საყვარელი კერპი? ნიკოლას კეიჯი. ეს მარტივი კითხვა იყო. თაფლზე მართალია, რომ მახს შველის. ერთი წამით. მახი რა არის? დავგუგლო. მახი. არა, ამისგან არ გიშველის, რაკეტა თუ მოფრინა, ან დრონი არა, მაგისგან თაფლი ვერ გიშველის. შეიძლება თუ არ ვიცი, ერთი 500 ტონა თაფლი ამოიფარე, ტყვია არ მოგხვდეს, მაგრამ მახისგან ვერ დაგიცავს პოლიგონალ, შანსი არ არის. ისე კაია თაფლი. ახლავე გაწევრიანდი ჩვენს დახურულ Telegram არხზე პრემიუმ კონტენტისთვის, რაც YouTube-ზე არასდროს მოხდება. ვიდეოები, ლექციები და მნიშვნელოვანი მასალა ცენზურის გარეშე, რაც აუცილებლად გჭირდება. ასევე ისარგებლებ პრემიუმ პრივილეგიებით. გელოდებით.